კატარი სპარსეთის ყურეში მდებარე ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანა. ნავთობი, გაზი, ფული, მაგრამ ეს მხოლოდ ზედაპირული სურათია. ეს არის ქვეყანა, რომელმაც ნულიდან ააშენა გლობალური გავლენა. აქ ცათამბჯენები რამდენიმე ათწლეულში გაჩნდა, ხოლო ტრადიციები დღემდე მკაცრად კონტროლდება. დღევანდელ ვიდეოში ვიმოგზაურებთ დოჰაში, ქალაქში, სადაც ფუფუნება უბრალოდ სტანდარტია. დავაგემოვნებთ როგორც იემენურ, ისე სპარსულ სამზარეულოს. გავისეირნებთ უდაბნოში, სპარსეთის ყურეში და ერთად შევეცდებით ქალაქის მნიშვნელოვანი ადგილების აღმოჩენას. ბევრი რომ აღარ ვილაპარაკოთ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დოჰაში. მოვედი მეგობრებო დოჰას ეროვნულ მუზეუმთან, ძალიან განსხვავებული და რაღაცა ფუტურისტული შენობაა, ძალიან მომწონს და მინდოდა რომ ენახა რა ეს ადგილი და თქვენც რა თქმა უნდა გაგიზიარებთ, ძალიან საინტერესო ჩანს ესე გარედან ერთი შეხედვით. ეროვნული მუზეუმი ოფიციალურად 2019 წელს გაიხსნა და მისი ავტორი ფრანგი არქიტექტორი ჟან ნუველია. შენობის დიზაინი ეფუძნება უდაბნოს ვარდს, მინერალს, რომელიც ყატარის მარილიან ქვიშაში, თაბაშირის კრისტალიზაციის შედეგად ფორმირდება. არქიტექტურული სტრუქტურა შედგება 529 გადაჯაჭვური დისკისგან. მათი დიამეტრი 14-დან 87 მეტრამდე მერყეობს. ეს რთული გეომეტრია ქმნის თვითჩრდილვის ეფექტს, რაც ინტერიერს მაღალი ტემპერატურისგან იცავს. შიდა სივრცე დაპროექტებულია ქრონოლოგიური პრინციპით. დამთვალიერებელი გადის 1,5 კილომეტრიან მარშრუტს, რომელიც 11 გალერეას მოიცავს. უსუფთავესი, ძალიან მოწესრიგებული ქალაქია, ძალიან საინტერესო ქალაქია და მგონია რომ ძალიან კარგი ვქენი რომ ჩამოვედი რა. მაგრამ ნუ ნახოთ მე ახლა წინ კიდე რამდენიმე დღე მაქვს აქ და უფრო კონკრეტულად მე მოგიყვებით. ბევრი ვიფიქრე, ცოტა ვიფიქრე, შესვლა გადავიფიქრე. ამის ერთი მთავარი მიზეზი მაქვს. ეგ მიზეზი არის შიმშილი, მეგობრებო, აი ძალიან მშია. დღეს ჩამოფრინდი, არაფერი არ მიჭამია წესიერა და მსგავსი გამოცდილება მაქვს ვენაში და იტალიაში, როცა მუზეუმში შევედი მშიერი და უბრალოდ ვერ ვისიამოვნე. ამიტომ ახლა წავალ, შევჭამ კარგად და მერე ვეცდები რომ დავბრუნდე. მოვედით ცენტრში მეგობრებო, აი ეგ არის ერთ-ერთი იემენური რესტორანი, სადაც უნდა შევიდე ახლა და დავაგემოვნო რამე იემენური კერძი. ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, როგორც ნახე რა. ძალიან ბევრი ხალხი არის, სხვათა შორის ჩაწერით არის. აგერ მე-9 ნომერი მომცეს და უნდა დაველოდო ახლა ჩემი რიგი როდის მოვა და შევიდეთ, დავაგემოვნოთ, მე მგონი საინტერესო გამოცდილება იქნება. იემენური სამზარეულო არასდროს არ გამისინჯავს რა და შევხედოთ აბა როგორი. ველოდები ჯერ კიდევ, აი ძალიან ბევრი ხალხია, დარბიან აქეთ-იქით მიმტანები და იმედია ჩვენი დრო მალე მოვა. სხვათა შორის აი აქ ახლა მაგიდებთან სხედავ. მაგრამ არის შესაძლებლობა რომ დაბლაც დაჯდე რა, უფრო მეტად ტრადიციულია და მე მგონი ეგრე ვცდი. გავაკეთებ მაქსიმალურად ისე როგორც ტრადიციულია და მაინტერესებს ან დავტესტოთ. აუ ძალიან გემრიელი სუნია და ძალიან გემრიელ რაღაცებს ჭამენ ახლა რომ უყურებ რა და ნახოთ ერთი რა ერთი სული მაქვს მართლა მშიერი ვარ, აი არაფერი არ მიჭამია, რაღაც ბულკები მაქვს ნაჭამი, დილიდან მეტი არაფერი და შემოვედი დავჯექი და ველოდები ახლა ჩემს შეკვეთას როდის მოიტანენ, აგერა ჩვენი მეგობარი. What's your name? Mahdi. Mahdi. Mahdi? Okay. Mahdi გვეხმარება, ძალიან კაი ტიპია და ნახოთ ახლა რას მოგვიტანს რა, იმედია რომ გემრიელობებს შევჭამთ. მეგობრებო, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის იემენური რესტორანი და უნდა დავაგემოვნოთ იემენური სამზარეულო. ასე რომ ნახოთ რა იქნება, პირველი არის ჩემთვის და იმედია მოგვეწონებ. ველოდებით ისევ შეკვეთას, აგერ ფეხზე გახდილი გვაქვს რა თქმა უნდა. აი, პეპსი მოვიდა, პეპსი. What is this? It's tomato sauce. Tomato sauce, right. Okay. ტომატი соуსი მოგვიტანა, ლიმონი, ხახვი და პეპსი დიეტური. 11 კილოგრამი არ მომიმატა. მოგვიტანა სუპი მეგობრებო, ეს არის ცხვრის ხორცის ნახარშია, როგორც მივხვდი, რომელსაც უნდა მოაწურო ლიმონი და ისე უნდა მიირთვა. სხვათა შორის აქ თავარი მუღამი არის ის, რომ ჭამო ხელით. ეხლა ჩვენ რო დაგვინახეს, შემოგვიტანეს მაინც ჩანგლები და თეფშები, მაგრამ მე მაინც ხელით შევჭამ, იმიტომ რომ მაინტერესებს. აქ ყველა აბსოლუტურად გარეთ ჭამდა ხელით და ეგეთ ტრადიციაა რა, ჩვეულებრივად. ეგვიპტეშიც იგივენაირად ჭამე ხელით და ეგვიპტეში იყო ის მუღამი, რომ როდესაც ხელით ჭამ, შენ დადებით ენერგიებს საჭმელს გადასცემ და მერე უფრო გემრიელი ხდება ეს საჭმელი და აქაც დარწმუნებული ვარ იგივე პრინციპია რა.
შენ ენერგიებს გადასცემ საკვებს და მე უკვე გემრიელად ჭამ. ო, მოვიდა ჩვენი გემრიელობები. Chicken mendi, right? Okay. Great. Chicken barbecue. And what is this? Honeyed meat with rice. Honeyed meat. Now coming. Okay. It's coming, right? პატარა კუპე გვაქვს, ნახე მოწყობილი, ჩვეულებრივად ეს გადატიხრულია უკანაც ადამიანების ხედან, მთლიანი ქათამი დაგვიგდეს. ნახე რა მხელა ბარკალია, მე ვფიქრე. შენიერი. ოჰოჰოჰოჰოჰო. What is this? Just curry. Curry? Yeah. Oh. Okay. ნახე როგორ თუხთუხებს აბა უყურე. აჯობს სანდალს გავს. Okay. ახლა ხელაპური. Yeah, honeyed meat. Lamb, right? Yeah. Oh. Underground? Yeah. მიწის ქვეშაა მომზადებული მეგობრებო. Thank you. გავსინჯოთ აბა მიწაში მომზადებული ცხრის ხორცი. აი ეს გამოიყურება. აუ, კაია. მე ზოგადად ცხარი მიყვარს. თან ძალიან მიყვარს. აუ, რა გემრიელი, თან ნახეთ რაღაც სუნელებშია შეზავებული და ძალიან გემრიელს ხდის. ძალიან გემრიელია. ქარიც გავსინჯოთ ახლა, მამაპაპურად ჩავაწოთ პური და ნახოთ აბა როგორია. მე ძალიან მიყვარს ზოგადად წვნიანები, აჯაფსანდალი და ეგეთები და ხა ვამსგავსებ და აბა if აი ესე ვიზავ. ცხელია ცოტა. ძალიან გემრიელია. ძალიან და მართლა მაგრად გავს აჯაფსანდალს მეგობრებო. მე მგონი აჯაფსანდალია გავს კი არა. აუ რა კაია, საოცრება. მოდი ბრინჯის გავსინჯოთ ახლა და მე დაგემშვიდობებით გავაგზავნებ ჭამას. ეს გოზი არ გვინდა. აკასი არ ჭამენ. ჩვეულებრივი ბრინჯია რა. ეს აფერი განსაკუთრებული, მაგრამ გემრიელია. ძალიან კაი აბა ქათმითაც ვნახოთ. პატარა მოუძიძგნოთ. შეხედე. სხვათა შორის აი მსგავსი კერძი რაც კი მიჭამია, თუნდაც აქ, თუნდაც იორდანიაში, თუნდაც შრი-ლანკაში, ქათმის ხორცი ყოველთვის არის სასწაული რა, აი უგემრიელესია და ეგ ძალიან მახარებს. კაია. ათიდან 10 აქ ხავრობას ხედავთ რა გემრიელად თუ ჩამოხვათ დოჰაში უეჭველი მოდით აქ და გასინჯეთ იემენური სამზარეულო რა. აი უგემრიელესია მართლა და რავი, შტაბეჭდების ქვეშ ვარ. მადლობა დოჰას აი ამ გემრიელობებისთვის. გამოვედი მეგობრებო, ძალიან გემრიელად ვჭამე. კი არ ვჭამე, ჩავსკდი. ძალიან ბევრი მომივიდა, მაგრამ უგემრიელესი იყო მართლა ყველაფერი და უეჭველი გასინჯეთ იემენური სამზარეულო რა. ახლა მივდივარ რა ესე, მივუყვები ამ ქუჩას. ძალიან ლამაზი ადგილია, მშვიდი, წყნარი და ერთ-ერთი ბაზარია აქ, რომელიც მინდა რომ ვნახო რა. საინტერესო რაღაცები იყიდება, როგორც ვიცი და თვითონ ადგილიც საინტერესოა. ამიტომ ნახოთ რა დავათვალიეროთ. დაღამდა ძალიან სწრაფად სხვათა შორის. 6 საათზე უკვე ღამე იყო. რაც არ არის იმდენად კარგი, მაგრამ ნუ რა ვქნათ ახლა. აი ესეთი პატარა ვიწრო ქუჩებია, გამოდიან, ყიდულობენ რაღაცეებს, აგერ ტანსაცმელია აქეთ, აქეთაც ტანსაცმელია, შარფებია და რაღაცეები და სუვენირები არის კიდე წინ რა. აი აქ საათები იყიდება და მოკლედ ყველაფერს იპოვი აქ რაც გინდა. შენ თავარია მოინდომო, აბსოლუტურად ყველაფერს იპოვი და აღმოაჩენ ამ ბაზარში. ასეთი ბაზრები უფრო მეტად კულტურას სცენს ხიბს რა. ადგილობრივები სადაც არიან იქ როცა ხარ შენ. ეგ არის ძალიან მაგარი. ახლა საცობში მოვყევი, კიცხვად.
Თანა მე ამ ბაზარში დავსეირნობ, თქვენ შეგიძლიათ მეგობრებო გამოიწეროთ ჩემი არხი, დაალაიქოთ ვიდეო, დააკომენტარეთ, რამდენად იმოგზაურებდით ყატარში, დოჰაში, ან თუ ხართ გამყოფები და ამით мотивაციას მომცემთ რა. სხვათა შორის ღამის დოჰაც არის ულამაზესი. ძალიან ლამაზად განათ და აქაურობა. ნახეთ რამდენი ხალხი. უამრავი ადამიანი იკრიბება ამ ქალაქის ცენტრში. და რავი, დასეირნობენ, ჭამენ, გემრიელად თან. აქეთ ნახეთ პატარა სტენდებია, ნაყინები, რაღაცეები, მოკლედ ყველაფერს ნახავ იმისთვის, რომ საინტერესო დრო გაატარო. გათენდა კიდე ერთი დილა დოჰაში. გამოვედი ახლა სასტუმროს ოთახიდან, მე დაგათვალიერებინებთ იმას, იმიტომ რომ ხა ძალიან აყრილი მქონდა და მივდივართ მინა დისტრიქტისკენ. ძალიან ლამაზი ადგილია, ერთ-ერთი გამორჩეული დოჰაში და უეჭველი მინდა რომ ვნახო და თქვენს გაჩვენოთ რა, ამიტომ გამოვიძახებ ახლა ლიფტს, მერე ტაქსს და დავეშვათ პირდაპირ მინა დისტრიქტისკენ. უბერი უნდა გამოვიძახო, ყველაზე ხელმისაწვდომ ფასებშია და ძალიან იაფიც არის რა, ამიტომ უბერით წავიდეთ ახლა მინა დისტრიქტისკენ, რომელიც ჯდება 26 ყატარული ფული. და დაახლოებით 20 ლარამდე რა. Hey, what's up? How are you? მოვედით მინა დისტრიქტზე ვართ უკვე ეს არის ძველი პორტი, დოჰას ძველი პორტი მეგობრებო, დღეისობით აღარ ფუნქციონირებს და გადაქცეულია უბრალოდ ესე ტურისტულ ადგილად, სადაც მოდიან, სეირნობენ, კაფე რესტორნებია, ხდებიან, მიირთმევენ კერძებს და ასე შემდეგ. საუზისფერი არაფერი მიჭამია და მინდა რომ დავაგემოვნო ყატარული ტრადიციული ქუჩის საკვები რა, რომელსაც ქვია რეგაგი. ძალიან გემრიელად გამოიყურება და მოდი ახლა შევუკვეთოთ და გავსინჯოთ ერთად. ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება. Hey, is it problem to record here for you? Is it problem for you? No, it's okay. Thank you. Oh, thank you so much. Which one is the traditional regag? One of our traditional here, sir, is for the sweet, sir. We Yes. have hard and dates. That one is a tahina syrup with a date syrup. Okay, this is the traditional. yeah, Okay, traditionally, give me one that. Oops, sorry. Okay. Yeah, this is good. Thank you so much. გამზადდა ჩვენი რეგაგი. This one is your hard and Thank you so much. Have a great day. აჰა. აი ასე გამოიყურება მეგობრებო ჩვენი რეგაგი. სიროფია შიგნით და ეს თეთრი არის კრემივით. დავაგემოვნოთ აბა ახლა. გავსინჯოთ. როგორ უნდა ვჭამო? ასე? გემრიელია. მოიცა? თვითონ ეს პური არის ტკბილი და აუ ძალიან გემრიელია. მიცა? მინა დისტრიქტი მდებარეობს დოჰას ძველი პორტის ტერიტორიაზე. უბანი ოფიციალურად 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ გაიხსნა. პროექტის მიზანი იყო ინდუსტრიული პორტის გარდაქმნა ტურისტულ ღირსშესანიშნაობად. განსხვავებით დოჰას ტრადიციული არაბული უბნებისგან, მინა დისტრიქტი აგებულია ხმელთაშუა ზღვის არქიტექტურული სტილით. ვიზუალი იმეორებს ბერძნული კუნძულების, სანტორინისა და მიკონოსის ესთეტიკას. შენობები დაბალსართულიანია და შეღებილია მკვეთრ პასტელურ ფერებში: ვარდისფერი, ცისფერი, ყვითელი და თეთრი. უბანი მოიცავს 50-ზე მეტ კაფეს, რესტორანსა და სავაჭრო ობიექტს. ტერიტორიიდან პირდაპირ ხედი იშლება West Bay-ის ფინანსური რაიონის ცათამბჯენებსა და ისლამური ხელოვნების მუზეუმზე, რაც ქმნის ვიზუალურ კონტრასტს ევროპული სტილის უბანსა და თანამედროვე მეგაპოლის შორის. სეირნობა ახლა ქუჩებში და გულწრფელი რო ვიყო, იმდენად ხელოვნურია ეს ყველაფერი, რომ რაღაცნაირად კარგ შეგრძნებას არ მიტოვებს. ტურისტებზე გათვლილი ატრაქციაა ეს შენობები. ჩვეულებრივად არანაირი ავთენტურობა არ იგრძნობა, მოდიხარ, ლამაზ შენობებს ათვალიერებ, გამზადებულია რომ დადგე და ფოტო გადაიღო და ვсё. რაც ადრე იყო ძველი პორტი, ის რა თქმა უნდა აღარ არის, არაფერი არ არის იქიდან დარჩენილი, უბრალოდ რესტავრირებული, გალამაზებული ადგილია, რომელიც დიდად კიდევ ერთხელ ვამბობ, არ მომეწონა. აი მე მიყვარს
ადგილები, სადაც იგრძნობა ის ბუნებრიობა და ქვეყნისთვის და კულტურისთვის მახასიათებელი რაღაცეები. აქ კიდე არაფერიც ეგეთი არ იგრძნობა. ამიტომ ახლა ჩაუყვები დაბლა და სხვაგან გადავინაცვლებ, გემით გასეირნება მინდა კი არა და ნავით. და ნავითაც გავისეირნებ. მოვედი პორტში, გადმოვინაცვლე პორტში და უნდა გავისეირნოთ აი ამ ტრადიციული ნავით, რომელიც ძალიან საინტერესო იქნება. დიდი იმედი მაქვს. ჩავსხდეთ ახლა ნავში, იმედია ქარი ქუდს არ წამართმევს. აი ესე. Hello. ესეც ასე. ესე გამოიყურება ჩვენი გემი. კი არა და ნავი. Hello. ძალიან ლამაზი ხედები გადაიშლება, დარწმუნებული ვარ აქედან. ფას რაც შეეხება, ერთი ადამიანი დაჯდა 35 ყატარული ფული და 45 წუთის განმავლობაში გაგრძელდება ეს ჩვენი გასეირნება. კი რაღა ვაუყირავთ. ყატარის სანაპირო ზოლზე განლაგებული ტრადიციული ხისნავები ცნობილია როგორც DAO. ნავთობისა და გაზის აღმოჩენამდე ეს ნავები ქვეყნის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. მე-20 საუკუნის შუა ხანებამდე მათ აქტიურად იყენებდნენ ორი ძირითადი მიზნით: მარგალიტის მოპოვებისთვის და სავაჭრო გადაზიდვებისთვის ინდოეთსა და აღმოსავლეთ აფრიკასთან. ტრადიციული DAO მზადდება ხისგან, უმეტესად ტიკის მასალისგან, რომელიც იმპორტირებულია ინდოეთიდან ან მიანმარიდან. ისტორიულად ნავის ასაგებად არ იყენებდნენ მეტალის ლურსმნებს. ფიცრებს ერთმანეთთან თოკებით კრავდნენ, ხრიჭოებს კი წყალგაუმტარობისთვის ბამბითა და ზვიგენის ქონით ან სპეციალური ზეთებით ამუშავებდნენ. ინდუსტრიალიზაციის შემდეგ მათ დანიშნულება სრულიად შეიცვალა. მარგალიტის მაძიებელთა ხომალდები ტურისტულ ატრაქციონად გარდაიქმნა. ნავები გამოიყენება მოკლევადიანი კრუიზებისთვის დოჰას ყურეში. სტანდარტული მარშრუტი მოიცავს გასეირნებას კორნიშის გასწვრივ, საიდანაც პანორამული ხედები იშლება West Bay-ის ცათამბჯენებზე. ესეც ჩვენი ნავით გასეირნება. კაი იყო სხვათა შორის. ლამაზი ხედები. წყალი ვისაც გიყვართ, უეჭველი სადეთ. ბზის ჩასვლას დაამთხვიეთ აუცილებლად, რომ ეს ლამაზი განათებული შენობებიც ძალიან კარგად ჩანს და პლუს ეს ნავები, სადაც ჩვენ ვისხედით, განათებულია. მოკლედ ღირდა, არაფერს არ უნანო, პირიქით მიხარია, რომ დაოჯექით ან ტრადიციული ნავია და კულტურასთანაც ცოტა ახლოს მივჩოჩდი. ვაიმე მანი, sorry. Police გადახდა დამავიწყდა ღერთო ჩემო. 35 per person, right? So 140, right? Thank you. So we are from Georgia. Okay, this is 100 and this is 50. So leave it as a tip. Thank you. ავიდეთ ახლა რამე გემრიელობა შევჭამოთ რა, იმიტომ რომ ძალიან მომშვიდა. და რაღაცეები დავაგემოვნოთ, გავსინჯოთ და მერე უკვე გავაგზელებთ დოჰას დათვალიერებას. ქაბაბი გვინდა რომ ვჭამოთ. სპარსული ქაბაბები, რესტორანი პარიზა აქ, როგორც ვნახე რა და ეხლა იქ მივდივართ და რა თქმა უნდა თქვენს გაჩვენებთ ყველაფერს და ნახოთ, რამდენად გემრიელი იქნება. გვიწევს ლოდინი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხალხია და სხვათა შორის ჩაწერებით მოდიან აქ იმდენად მაგარი რესტორანია თურმე რა და ნახოთ 6 საათზე იხსნება ვახშმის დრო, ესე არა დაყოფილი საუზმე, მე სადილი ვახშამი, ცალ-ცალკე იხსნება ხოლმე და ახლა აქ ვართ და მე მგონია რომ შეგვიშვებენ რა, ვეხვეწე მეთქი აი 1 საათი შემიშვი როგორ მეთქო, იმიტომ რომ ძალიან გვშია ეგ ერთი და მე მეორე მართლა ძალიან კაი რესტორანი. შემოვედით, მიგვიძღვება აგერ ჩვენი მეგობარი. დაგვსვავს მაგიდასთან. აუ რა ლამაზია აქაურობა. This table? Thank you so much. Wow. ძალიან ლამაზია აქაურობა. რაღაცა ლაქშერული რესტორანი გაიჭიდა. Thank you so much. Wow. ძალიან ლამაზია აქაურობა. შეხედე, აქ ფანტანი ჩამოედინება. გარშემო მთლიანად სარკეებია და ჭყვიალა რაღაცები. მართლა სპარსული ინტერიერია, მით უმეტეს ნუ სპარსულ რესტორანში ვართ, მაგრამ მაინც ვაუ, ძალიან ლამაზია. ასეც არ ველოდი, მეგონა რომ ზამე დაბლა დაგვსვამდნენ ისე როგორც გუში. მოგვიტანეს აი ესეთი აპეტაიზერი, რომელიც ძალიან გემრიელად გამოიყურება და გავსინჯავ ახლა აი ხორცით ვიწყებ.
აუ ეს რა გემრიელი ხორცია, იცით? ძალიან გემრიელია. გუფთასავითაა, მეგობრებო და აუ ოდნავ მოტკბო გემოცა აქვს და უგემრიელესია. ამათ პურზე ვარ შეყვარებული, უზომოდ მიყვარს. ძალიან გემრიელია. ეს არის ბადრიჯნის კერძი. აუ რა გემრიელობებია. მე ვარ შეყვარებული ნიგზიან ბადრიჯანზე და ზოგადად ბადრიჯანი ძალიან მიყვარს, ამიტომ ყველანაირ ბადრიჯანს ვჭამ. მოიტანეს ჩვენი მთავარი კერძი და უნდა გაჩვენოთ რა მხელაა და როგორ გამოიყურება უეჭველი. აი, ეს არის ქაბაბი, საქონის ხორცის, ცხვრის, აგერ არის ცხვრის ნეკნი, ქვემოთ არის ქათამი, აგერ ბრინჯი. მოკლედ საინტერესო მოგზაურობა გველოდება. გავსინჯოთ აბა ეხა ერთი ჩვენი ცხვრის ქაბაბი. მგონია რომ გემრიელი უნდა იყოს. გემრიელესია. აუ რა კაია ღმერთო. აუ ძალიან გემრიელია. 10-დან 10. ეს არის ძროხის ხორცი. ესეც გავსინჯოთ. ძალიან გემრიელია, ძალიან. ბრინჯი რა თქმა უნდა. სუპერ. თუ ჩამოხვალ დოჰაში, ამ რესტორანში უეჭველი შემოდით. აზიაში რაც მიმოგზაურია, ერთ-ერთი საუკეთესო რესტორანია მართლა. თუ საუკეთესო არ არის. ესე ჩვენი ქათმის ხორცი. ვაუ. ურბილესი, უნაზესი და უგემრიელესი. გამოვედი, უგემრიელესი კერძები ვჭამე. უგემრიელესი და ძალიან მიხარია რომ ეს ადგილი აღმოვაჩინე რა. ახლა ცოტა უნდა ვიარო, თორე დაუგორავ მეგობრებო, ჩვეულებრივად იმდენი ვჭამე და მე უკვე წავალ სასტუმროსკენ, იმიტომ რომ საღამო შეხვედრა მაქვს. მაგრამ ამ ადგილს ბრავო, ვილაჯიო მოლში გადმოვინაცვლეთ და პირველი შევეფეთეთ გონდოლებს. იტალიის ან ვენეციის ეფექტს ქმნიან. რაც ჩემი აზრით, რავი, საინტერესოა, სახალისო სანახავია, მაგრამ თან ძალიან ხელოვნურია რა. ეს სიტყვა ბევრჯერ ვახსენე, იმიტომ რომ მართლა ეგრეა. ეხა აქ მოლში ეს გონდოლები წეინოვა რა მატრაკოცება არ ვიცი, მაგრამ დადის ხალხი სიამოვნებთ შიგ შუაში, აქ შენობაში ზემოთ ნახეთ არის ცის ეფექტი, ჩვეულებრივად ღრუბლები, ცა და ვითომ ვენეციაში ხარ რა, ეგეთი ჰქონდათ ჩაფიქრებული ამ მოლის მეპატრონეებს, როგორც ჩანს, თორე ხა სანახავად რა ვიცი, საინტერესო აგერ ჩასხდნენ და გაცურევენ ახლა ბოლოსკენ და მე უკვე დატკვებიან აქაურობით. გავისეირნოთ აბა ერთ-ერთი ცნობილი და საინტერესო მოლი, ჩათვალეთ რომ East Point-ში ვარ, თან გალერეა თბილისში ვარ, სადაც უამრავი მაღაზიაა და სხვადასხვა ბრენდები. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რატომაც არის ეს მოლი ცნობილი, არის ზუსტად ეს გონდოლები, რომლებიც ესე დაცურავენ აქ. მოდის ახლა ჩვენი გონდოლა. რა ენაღლებათ ჩვენიერი. ორი სიტყვით ახლა რას ვფიქრობ ზოგადად დოჰაზე. ერთი ვიტყვი იმას, რომ აბსოლუტურად ყველა არის მეგობრული, დაწყებული ტაქსის ძღოლიდან დამთავრებული რავი, მომსახურე პერსონალით, ძირითადად მიგრანტები არიან ბანგლადეშიდან, პაკისტანიდან და სხვადასხვა აღმოსავლური ქვეყნებიდან, მაგრამ ყველა არის თბილი და ესე ძალიან საყვარლები არიან რა, ძალიან კაი ხალხია. თვითონ გარშემო ყველაფერი ლამაზია, მოწესრიგებული, სუფთა, გარეთ ისეინებ მშვიდად, უსაფრთხოა, რაც თავარია. მიხარია რომ ჩამოვედი საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ ამ ქვეყანაში ნამყოფი არ ვიყავი, არც ამ ქალაქში და მე ეგეთი მიდგომა მაქვს რომ ყველა ქალაქში და ყველა ქვეყანაში იპოვი რაღაცას რაც საინტერესოა და მიხარია ძალიან აქ რო ვარ განსატვირთად დასასვენებლად რაღაც ცოტა რომ გახვიდე ქვეყნიდან მოწყდე რაღაც რეალობას და რაღაცა მშვენიერია რა მაგრამ საბოლოო ჯამში იმდენად კმაყოფილი არ ვარ ამდენად კმაყოფილიც
მეგონა რომ ვიქნებოდი რა, სანამ აქ ჩამოვიდოთ. მაგრამ ნუ ღირდა. ჩვენიერი დასვენება გამოვიდა რამდენიმე დღიანი. შემოვედი ახლა სასტუმრო ოთახში. დღეს გვაქვს დაგეგმილი საფარის წასვლა. უდაბნო რომ ვნახოთ რა. იმ მოლიდან გამოვიქეცი პირდაპირ აქეთ რო ცოტა დავისვენო და მოვწესრიგდე და წავიდეთ მერე ისევ. აი ესე გამოიყურება ჩვენი სასტუმრო ოთახი, რომელიც არის ძალიან დიდი მეგობრებო და მშვენიერი, კომფორტულია, რაც თავარია, ყველაფერი გვაქვს, მოწესრიგებულია, სუფთაა და მშვენივრად ვართ რა. აი ესე გამოიყურება, ძალიან დიდი ოთახია და მშვენიერი, კარგ შეფასებას უწერ, ასე ვთქვათ, აი ამ სასტუმროს. ახლა უნდა შევხვდეთ ჩვენ ძღოლს. Hello. How are you? Fine. Good. What's your name? Abdul Rashid. Say hello. Hello, hi. Okay, let's go. ჩავსხდებით ახლა ჩვენ ჯიპში და დავეშვით პირდაპირ საფარისკენ. აბა, let's go. Yeah. Thank you. Opa. კარგად გრილა მეგობრებო. წავედით. ძალიან კაი ტიპი ჩანს სხვათა შორის ერთი შეხედვით. You are very friendly. Yeah. You try, yeah. Where are you from? I'm from India. India? Yeah. Oh, you are the first guy we ever met in Doha from India. We met from the Bangladesh, Pakistan, the people here. Okay. This Yeah. is India the first time, yeah? Yeah. We've been in India. Yeah. Where are you from in India? Which city? Kerala. Kerala? Yeah. It's near the Agra, Delhi, or very far. very far? Yeah. Okay. This is the you. I am the YouTuber, yeah. I am YouTuber. დავიძარით მეგობრებო, დოჰადან დაახლოებით 45 ან 50 წუთი დაგჭირდება რომ მივიდეთ საფარიმდე. თლიანი მანქანა ვიქირავეთ $140, ანუ კაცზე $35 გვიჯდება და მშვენიერი ფასია რა, სხვათა შორის სადაც კი ვიკითხეთ, სხვაგან $200 გვეუბნებოდნენ და ესე ქუჩაში გაგვაჩერა უბრალოდ ერთმა ინდოელმა. შემოგთავაზა ეს ფასი და ნუ ჩვენც დავთანხმდით რა. თვითონ ვერ წამოვიდა, თავისი ძმა არის, მაგრამ ძალიან კაი ტიპი ჩანს ახლა ერთი შეხედვით და მე მგონი კაი თავგადასავალი გამოგვივა, ასე რომ ვნახოთ. მოვედით უდაბნოსთან და ეხლა კვადროები უნდა ვიქირავოთ რა, უეჭველი. და კვადროებით გავისეირნებთ და მერე გადავწდებით მანქანაში და მანქანითაც გავაგზელებთ აქაურობის დათვალიერებას, მაგრამ ჯერ კვადროები. დავიხურეთ ჩვენი ჩაფხუტები, ახლა შემოვსხდებით კვადროებზე და დავეშვებით უდაბნოსკენ. ნახოთ, სხვათა შორის პირველად ვძივარ მსგავს ადგილას, უბრალოდ დავჯდები და მე მგონია რომ კაი გამოცდილება იქნება. ავედით აბა ეხლა გავისეირნოთ. ოპა! შვენიერი. ძალიან კაია მომწონს. გადმოვედით ახლა, უმაგრესი გამოცდილება იყო პირველად დავჯექი კვადროზე უდაბნოში მსგავს ადგილას ყოველ შემთხვევაში და აი ძალიან გაასწორა, აი ძალიან და ვნანობა ახლა რატო არ ვჯდებოდი ხოლმე ადრე, როცა ამის შესაძლებლობა იყო. აწი ყველგან დავჯდები, სადაც არ უნდა იყოს. ველოდებით ახლა რა იქნება შემდეგი გვეტყვის. შეიძლება აკლემით გაგვასეირნოს, შეიძლება დიუნებზე გაგვიყვანოს მანქანით. აი ეგ პატარა მოსასვენებელი ადგილი აქვს მოწყობილი. ჩაისვამენ ხოლმე და ისვენებენ რა, აქ დამსვენებლები ეხა აი ამ კვადროების მერე, გასეირნების მერე უდაბნოში და რაღაც მოდიხარ, ჩაისვამ, ისვენებ და მერე ჩვეულებრივად აგრძელებ აქაურობის დათვალიერებას რა. და ძალიან კაია, სხვათა შორის. სადაც კი ყოფილი ვარ, ყველგან მინახავს გავსი ადგილი და ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ჩაის შესვენებას. წავიდეთ აბა ერთი აკლემზეც შემოვჯდეთ. კი მჯდარ ვარ, მაგრამ მაინც სადოთ რა. Can I try? Sit here. Yeah. Okay. Oops. Hands here, right?
არა მაყირაოს ახლა. გამოიწერეთ მეგობრებო ჩემი არხი, დაალაიქეთ ვიდეო, დააკომენტარეთ, რამდენად მოგწონთ დოჰა და რამდენად იმოგზაურებდით. ეს ყველაფერი დამეხმარება, კაი ვიდეოებსაც გადავიღებ, კაი ქვეყნებშიც ვიმოგზაურებ და თქვენც გამოგზაურებთ. აბა თქვენც. აჩუ. აი. ჩავხსენით. აი მე ბიჭო დამენგრა ყველაფერი. მაგარი ცუდი. ია. მაგარი მთვრალი აქლემი შემხვდა ძმაო. ბიჭო, არა. კიდე კაი ბედუინი არ ვიყავი და არ ვარ. ხო ხედავთ რას უძლებ მეგობრებო, ასე რომ კიდე ერთხელ გეუბნებით, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ და გააზიარეთ და ყველაფერი გააკეთეთ. წავით ახლა გაგვესეირნეთ ზემო. მოვიდა ახლა ჩვენი მანქანა, აგერ ჩავსხლებით და დავეშვებით ზემოთ გასასეირნებლად. თან ზის ჩასვლა დაგვემთხვა, რაც ძალიან მაგარია, ამიტომ ნახოთ აბა როგორი იქნება. Hi. How are you? I'm great, thank you. What's your name? Majid. Majid? Yes. Okay. Say hello to my YouTube channel viewers. წავედით დიუნებზე უნდა ვირბინოთ ახლა ჯიპით. მსგავსი აქტივობა ბევრჯერ მაქვს გამოცდილი დუბაიშიც, ეგვიპტეშიც. ძალიან ასწორებს. ხოდა ნახოთ აქაც. ამოვედით ლამაზი მზის ჩასვლა დაგვემთხვა მეგობრებო, გულწრფელი რო ვიყო, უკეთესი მზის ჩასვლა მინახავს და უკეთესი უდაბნოც, მაგრამ საინტერესოა მაინც სადაც მივდივარ, ყველგან ვცდილობ რომ მაქსიმალურად ყველაფერი ვნახო რა და ეს მომწონს. ასე თუ ისე, მაინც კაია, არ ვნანობ არაფერს. ყველაზე ლამაზი რაც არის აქედან, რაც ჩანს არის უდაბნოს და წყლის შეხვედრა. საითაც იმედია გადაგვიყვანს ახლა და უფრო ლამაზი იქნება. ესეც ჩვენი წყლის და უდაბნოს შეხვედრა. მეგობრებო, იქით ახლა მთლად აღარ გადავდივარ, ძალიან ცივა. მაგრამ აი ულამაზესი სანახაობაა მართლა რა და თუ ჩამოხვალ დოჰაში, უეჭველი აიღეთ ეს უდაბნოს ტური, იმიტომ რომ მართლა ღირს. ძალიან ლამაზია აქაურობა და რატო უნდა გამოტოვოთ რა. ჩავსლებით ახლა მანქანებში და დავეშვით, თორე გავიყინეთ, ძალიან ცივა. წავედი. Let's go. ეს ორი ადამიანი მართლა უსაყვარლესი ხალხია, განსაკუთრებით აგერ ჩვენი ბრძოლი, რომელიც მთელი გზის განმავლობაში ყურადღებას გვაქცევდა და მე ახლა აი აქ ამოვანათებ ამ ბრძოლის ნომერს. ვინმე თუ დოჰაში მოხვდებით, უეჭველი შეეხმიანეთ, დაუკავშირდით და უმაგრესი კაცია რა. აი რეკომენდაცია 100%-იანი, ასე რომ thank you for your support here and thank you for your support here. Okay, წავედით ახლა. დავლიოთ ახლა შავი ჩაი და დავეშვებით მე ისევ დოჰაში მეგობრებო. იმიტომ რომ დაღამდა და თან ძალიან მოგშვიდა. რა კაი. ძალიან კაია. გემრიელია. თან ცივა და ეხა თბილი ჩაი მაგრა ასწორებს. მიყვარს რა ეს კულტურა ამათი რა, ჩაის შეთავაზების, აი გიჟდები. სადაც არ უნდა მიხვიდეთ, ჩაის დაგისხავენ და რაღაცა თბილად შეგხვდებიან და ეგ ძალიან მიყვარს. დასრულდა მეგობრებო ჩვენი მოგზაურობა ყატარში, დოჰაში. ძალიან საინტერესო მოგზაურობა გამოვიდა საბოლოო ჯამში. დავისვენე, განვიტვირთე, მართლა ისეთი მოგზაურობა იყო, რომ ჩვეულებრივად შემიძლია ვთქვა, რომ კმაყოფილი ვარ, გადაღლილი ვიყავი და შედარებით მართლა ამოვისუნთქე. და საინტერესო ქვეყანა ვნახე და მოკლედ მშვენიერი მოგზაურობა იყო რა. მინდა გთხოვოთ რომ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ვიდეო, დააკომენტაროთ რამდენად მოგეწონათ. იმედი მაქვს რომ ისი ამოვნეთ ჩემთან ერთად და აუცილებლად შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა დროებით და ბედნიერად.